ცნობილი ქართველი პოეტი ტარიელ ჭანტურია დღეს უკანასკნელ გზაზე გააცილეს ის 8 ივლისს 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. პირველი კრებული ავტორმა 1964 წელს გამოსცა მრავალწლიანი ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობის პერიოდში პოეტს არაერთი კრებული აქვს გამოცემული. მისი შემოქმედება თარგმნილია რამდენიმე ენაზე. მას ეკუთვნის საბავშვო ლექსების კრებულიც. არის არაერთი პუბლიკაციისა და წერილის ავტორი. ტარიელ ჭანტურია სიცოცხლის ბოლო წლებშიც აქტიურ შემოქმედებით საქმიანობას ეწეოდა. ტარიელი იყო თავისუფალი შემოქმედი. არავითარი საზოგადოებრივი წყობა, სახელმწიფო წყობა, ვერაფერი ვერ გაგათავისუფლებს თუ შიგნიდან არ ხარ და ტარიელს შეძლო რაც უნდოდა ეთქვა და ეს გამოდიოდა ლექსი და ლექსი არ გამოვა თუ რაღაცნაირად ღმერთი არ ურევია, ღმერთის ხელი თუ არ ურევია ამაში. ტარიელ ჭანტურია მოუკვდა საქართველოს და ტარიელ ჭანტურია მომიკვდა მე პირადად. და ასეთი ადამიანი ძალიან ბევრია. ვისაც პირადად მოუკვდა ტარიელ ჭანტურია. მე გუშინ საბოლოოდ დავწმუნდი, რომ ეს არის უკვდავება, როდესაც შენ ესე უყვარხარ, შენი შემოქმედება ესე უყვარს ერთს. ტარიელ ჭანტურია ძალიან დიდხანს სიცოცხლებს.